გამარჯობათ მეგობრებო. დღეს ვიმყოფებით მისამართი შენათქვი ვერ დავიხსნო მე რა უკეთ. ოსტავას 14 სასტუმრო სტამბას მიმდებარედ მაღაზია მეომარი. დათოსთავა სტუმრად. მოკლედ ეგეთი სიტუაცია რა. ბევრი კითხულობს ხოლმე, რომ იაფად როგორ შეიძლება შედარებით ბიუჯეტურად მოდი ასე ვთქვი, იაფი მარკერი არა. არ 15-ის ისე მოდერნიზება, ისე გაუმჯობესება, რომ თან ეს ნაწილები იყოს სანდო, ანუ საბრძოლო იარაღის დაყენება. თან იყოს შედარებით იაფი, ვიდრე რაღაცა, ვიდრე ბრენდული. ხო, ბრენდი, ხო. მოგეთ, მე და დათო კი ყოველთვის ვკამათობთ და ჩვენი აზრები შემთხვევაში არ ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ ვაიარებ მის ცოდნას, გამოცდილებას ამ საქმეში. და მოვედით დათოსთან თავის მაღაზიაში თვითონვე აარჩევს თვითონვე მოარგებს იარაღს გავაშიშვია ჩემი იარაღი სრულად და ჩაუგდე ხელში სრულად ვერ გავაშიშვლეთ მოკლედ მაგრამ რაღაცები ლოქტაიძე გვაქვს აყვანილი და სახელური ვერ მოხსენ სახელური გვაქვს ლოქტაიძე აყვანილი და ამის ზომა კანჩი არ მოგვეპოვება რომ მოგვეხსნა ну თავიდან რაც მოყვებოდა ამ იარაღს როგორც მახსოვს ჰქონდა სტანდარტული პისტოლეტის სახელური წინ არაფერი არ ეყენა და muzzle device არის შეცვლილი კი ბატონო და ასევე სამიზნე მოწყობილობა შენ ჯერჯერობით არ აქვს სამიზნეები არ აქვს მალე გვექნება უკვე კარგი კომპანიის კოლიმატორული სამიზნეები გვექნება სექტემბერში ველოდებით ამ თვეში ხო და რა ვიცი დანარჩენი აქსესუარები ყველაფერი გვაქვს რა ყველაფერი გვაქვს რაც საჭიროა იარის გასალამაზებლად კი რა ვიცი დავიწყოთ მაგალითად დაიწყე უკანა მხრიდან მიგაკ რას გვთავაზობ ჩემი აზრით AI 15-ს რომელსაც ინსტრუმენტის ესეთ მოკლეული არის რომელსაც ჩვენი ძირითადი დანიშნულება არის გართობა და home defense-ი ასე ვთქვათ სახლის დაცვა სამიზნის და ფანრის გარდა ჩემი აზრით არ ჭირდება არაფერი კი ბატონო ეს უკვე დანარჩენი არის მე გემოვნების ამავი რა გინდა რომ შეცვალო როგორი გინდა რომ დააყენო და ასე შემდეგ მოკლედ ეხლა გეტყვი ამ იარაღის თავარი დანიშნულება რა არის და იმის მიხედვით მე შენ გადააკეთე შენი გემოვნები პირველი ანუ ის მახინჯი კონდახი რაც მოყვება და მოსაშორებელია ერთი ტყიაც რო ის რო საუკუნეში ხე გადასდა ორი სახელური კიდე კაი ვერ დავაყენე ეხლა რო ვფიქრო ვერ მოხსენ თავის ის თორე ხო ნუ ეს ჯოხეთია კი ნეცესეთი მაგალითი სახელური მიყენია მარტულის და ეს ძალიან კარგი ამის დანიშნულება აქეთი კი თუ ათრიო ბუნებაში როცა მგელმა და ტურამ არ შემჭამოს ეხლა სახლის დაცვა ცოტა ისეთი ხმამაღალი თქვა ჩვენ კოლუმბიაში არ ვცხოვრობთ აი ეგ რასაც შენი ციხრე ტყეში წახვიდე და რაღაცა მაგ დანიშნულებაში გადის შენ თავს არავის არ დაესხმები იქით მაგრამ თუ რაღაცა ნადირი დაგისხმება თუ ეს შეიძლება ადამიანის იყოს რაღაცა გელი შევხვდა კახეთში ისეთია ხოლო ცოტა ორნაბიჯი კიდე ახლა რო ყოფილიყო შარვალს გავავსებდი ხილთამდე რა შავი რო დაიცა რა მაგის კი ბატონო წინა სახელი მე მაგალითად ძალიან მომწონს მithumedes მოკლეულაზე აი ზუსტად გეუბნება ხელი სად უნდა მოკიდო რა თან ეს ხო არ არის წინა სახელური ახლა ეს არის ტანგო დაუნის სტილი ქვია ამას ტანგო დაუნი არის კომპანია და იმ სტილშია გაკეთებული ემლოკის ვერსია მაგრამ ჩვენ კიმოძეც დავაყენეთ ხო ძირითადად ემლოკის აქსესუარები გვაქვს კიმოდის ნაკლებად მაგრამ ამაზეც დავაყენეთ რა თუ გული გულობს ეს რატო დავაყენე იცი სურათი სანამ ამას ვიყიდი ტელეფონის ეკრანზე დავსუმინო და ერთ-15 არა ფულს ვერასდროს ვერ ვაგროვებდი კიდე ვერ მოვაგროვეს მაჩუკს მაგრამ სულ მინდოდა და დავაყენე ანუ განწყობა ხო იცი ბევრ ამაზე მოხდა ტელეფონის ეკრანზე დავაყენე დენიელ დეფენსის სურათი რომ ზუსტად ასე სახელური და თითქმის იგივე გაწყობა რაც ჩემ რა გაწყობილი რა ეხლა იქ ძვირიანები აყენია მაგრამ მარტივი და კოხტა და აი ზუსტად მაგიტო დავაყენე და ყოველთვის მომწონდა ეგ უпроსოდ მე გზელი ესეთი მომწონს მაგრამ ამ მოკლეია ნუ ეგ ამ იარაღის კიდევ ამის ულას ვერაფერზე ჩამოდებ რომ გააჩერო და შორს ისრო და რაღაცა და ახლოში კიდე ლამაზად ხელი რომ მოკიდო იდეალური ვარიანტია ეხლა ჩვენ კიდევ დავთ და ჭინჭყლობთ აქ ბიჭო არა ამაზე არ გედავებ მეც ესეთი მეყენია ჩემ 9 მილიმეტრიანზე მეყენია ზუსტად ესეთი მოკლე იარაღზე და მე ხა ზოგადად მეყავს ხელი როცა ახლოს მიკიდია მაგველთან და უფრო მანევრულია იარაღი რაღაცაზე ვითახედვა გინდათ უფრო ვიჩახედო გინდა ვიდრე აი ზოგს უყარს ამას ესე ბოლომდე დაშლიან წინ კიდებენ ხელს და აი ამით შორ დისტანციაზე რო ისროლო ამ პოზიციიდან კარგია რომ იარაღი ჭიდროდ გიჭირავს მაგრამ როგორც კი მოძრაობა გჭირდება იჭედები ეგრევე რა აქეთ ხელი არ გიშვებს
ამითი სუბათინკებიდან რომ მოხდეთ 11.5 ინჩია და შორმაძიზე სტროლა. ნუ შორს ვიძახი ახლა 200 მეტრის შორია, ხო? ახლა ბოლოდი 200 მეტრი. 200 მეტრზე უცდაიცას აღარ ვიძახი, ხო? ხო და რა ვიცი, ეს მე ძალიან მომწონს. აი ესეთი ვერტიკალური სახეური, თან აქ ამას პატარა სათავსოც აქვს. შეგიძლია რაღაც ამის 15-ის ან ფანარის ელემენტი მოათავსო ან ოპტიკის გასაწმენდი ჩიხოლი მოათავსო რაღაცა და რაღაცაში გამოდგება. გამოდგება. მარტივად ვთქვათ, ბენზინაც აქვს, წყალი არ შევიდეს, ჰერმეტულად არის დახურული. რა ვიცი, მაგის გარდა არის ესეთი პატარა რაღაცა, მაგრამ ძალიან ბევრი სახეურები გვაქვს ხა ჩვენ და ბიუჯეტი 50 ლარს არ ცდება ამ სახეურების, არის 30 ლარიანი, 50 ლარიანი, 35 ლარიანი, ესეთი მინიმალისტური სტოპერი, ვისაც მოდიოდა თითქმის ერთ იგივე ფასში უკვე გემოვნებით რომ მოიგოს. ხო, თითქმის ერთი და იგივე ფასი აქვს. ყველას უბრალოდ აი შენ რა გინდა რა, მე მაგალითად ახლა ამის მოყვარული ვარ. iSoft-ის იარაღზე მაგალითად ესეთი მიყენია და ნუ იმ იარაღს ვიზუალში ეს მოვუხდინე და სიმართლე გითხრა პრაქტიკულიც არის რა. სტოპერია. და ხელი არ გაგიცურდეს და გამოგიცურდეს. სხვა ეხლა რა ვიცი, ფანრები ბევრი არსებობს, ჩვენ გვაქვს ძირითადად ჩინეთში წარმოებული ფანრები, რომელიც პრაქტიკაში გამოვცადეთ ყველა კალიბრზე და მუშაობს და თავის საქმეს ასრულებს იდეალურად. მაგრამ ხო პრაქტიკაზე მოვით აი სოკროსფერი მეყენა. ესეთი გაქვს შენ ზუსტად. ორ კამერიანზე ზედ პირდაპირ თავში უტყავ, როცა მოიტანა გავჭვარტული იყო იცის როლის მე. ჩვეულებს წყალში ჩავარ და დასველ და კიდეც დაბლაც დავარ და ამიված ამას გაუძლო და ამაში არის ძალიან მარტივი მექანიზმი. წინიდან ზამბარა აქვს, უკნიდან ზამბარა აქვს, ანუ ორი ცალი C123 ზომა ელემენტი იდება და ანუ ვიბრაციას ის ზამბარები თავის თავზე იღებს და всё არაფერი. ოფიციალურად ამუშავებს ვინც ვინათა როდის. უმარტივესი მექანიზმია და თუმბაში დევს ორი ცალი ელემენტი და ნატურალურად თავიდან ბატონობს. ეს 12 კალიბრზე და 5.56-ზე რაც მე მაგზიმო ვინახია იდეალურად მუშაობს. აქ უჭდება არაფერი არ. ასევე თავშიც და ბოლოშიც აქ სამიკები რომ წყალი არ შევიდეს შიგნით. ჩვეულებრივი ტრუბაა და ორი ცალი დატენოდი აკუმულატორი დევს და თავზე აყენია ნათური. ეგ არის, რომ ამას არანაირი შიგნით სქემა არ აქვს და ის რომ რამდენი დაზიანდეს, რა. ეხა შენ როგორც აქ აწყობილი დაახლოებით ეგრე უნდა ავაწყოთ მაინც. შენ როგორც გესიამოვნება და მე შეაფასოს. მეც ეგრე მიყვარს. მე არ გერევი შენ როგორ აწყობ. აი გემოვნებიან კაცისა რომ ჯერა კაია შენ დადებით მხარეზე მეტყველებს. არ ვერევი მე შევაფასებ რამდენად პრაქტიკულია ჩემი გადმოსახედიდან და შემდეგ მაყურებელიც ახლა იტყვის თავის სიტყვას ხო დაბლა კომენტარის რაღაცა და გვეტყვის მოსწონს თუ არა. ნუ მოკლედ ესეთი ვარიანტია. შეგვიძლია სხვანაირად დავაყენოთ. როგორც თქვი და თავდაცვით და გასართობ თემაში ფანარი სრულიად საკმარისია. ლაზერი და რაღაცები მე ვფლი რომ არ ჭირდება, იმიტომ რომ ჯერეთი ამძიმე ფლი არის. კი ბატონო. და მით უმეტეს ესე ლაზერიც როლა მაინც და მაინც თუ ღამის ხედვის მოწყობილობას აი ზუსტად ეგ უნდა მეთქვა ღამის ხედვას თუ არ იყენებ ლაზერით შენ თვითონ უკეთეს სამიზნე ხდები ვიდრე სამიზნეს პოულობ. ხო, პირდაპირ სიგნალში უკვე თავს ააშკარებს სადღაც. მოკლედ ფანარი რეგულია დავაყენოთ ესე ვერდულად შეგვიძლია 45 გრადუსიან სამაგრეზე დავაყენოთ. სამაგრების ეს სამაგრები ყველანაირი გვაქვს. არის რავი აბსოლუტურად მორგებადი როგორც თუ გინდა ზევიდან დააყენებ. თავარია შენ როგორ ეკე მორგებადი შეგიძლია მაღაზიაში რომ მოუგო ხარ. რა თქმა უნდა. 10 მეტრებს ღაბი. დიდი ბოდიში რო ვიქ. ხო, ანუ ეგეც უნდა მithქვას რა შეგიძლია თქვენი არ მოხვიდეთ რა თქმა უნდა ვისაც სტარების უფლება გაქვთ. როგორც პისტოლეტი ისე კი ბატონო. არის ისე აკაც რაღაცები გრია აკას. აკასი ნაკლებად უფრო არის. ხო, არის ჯერობით და აკამდე ვერ მივედი. მე ზოგადად აკაზე დაწყებული რაღაცეები დილსაც ვითხარი რომ ცოტა მაგიზიანებს არა. და ისეთი პონტია რა მოთხოვნაშია და ეგენი იქნება. კი და შეგიძლიათ მოიტანოთ იარაღი და ადგილზე თქვენი გემოვნებით აწყოთ. რამოდენიმე ვარიანტი მოისინჯოთ. მოკლედ ამ ფანებს ვსწავლეთ რა. მე ეს ფანარი მომწონს. გვაქვს ხა უფრო ძლიერი ფანებიც, მაგრამ თავი აქვს დიდი. რა, ჭირდება და რაღაც ხო რა, ცოტა დიდია და უშნოდ გამოიყურება. მაგრამ ვისაც ხა ნადირობს და დიდი შუქი ჭირდება და ამას აქვს 680 ლუმენი.
და 100 მეტრამდე ანათებს იდეალურად რა. იმ დროს ველაპარაკებული მონადირის. ეს თეთრი ნათება როა. ეგეც კი არ ვარ გაქვს სანადირი. როგორც ტყეში რო გამონათებო რაღაც დოზაზე ხომ როგორც კედელი ისია, ორი იმის ხტოფში არა. როგორც ვიცი სანადიროდ ყველაზე კარგი არის ყვითელი ნათება. ო, აი იმანაც ეუბნა ყვითელი ნათებაო და მე ნადირობით არ მინადირია. არც მე, მაგრამ მონადირებთან შეხება ნუ ეს მეორე ვარიანტი არის, ბიუჯეტური ვარიანტი შედარებით, ესეც დგება, რავი, როგორც მინდა ისა დააყენებ, მინდა კვეთიდან დააყენებ ის. ჩარტო გამორთვალეს, რეჟიმი გვაქვს სხვა არაფერი. ესეც მაგმანძილამდე ანათებს დაახლოებით. 100 მეტრამდე, ესეც ეგრე ანათებს 100-120 მეტრი, გვაქვს კიდე 1200 ლუმენიანი, რო გითხარი დიდი თავები და 200 მეტრამდე ანათებს და ძალიან მაგრად ანათებს თან. ორჯერ მეტი ნათება აქვს. ხო. კიდე ეხლა სატესტოდ ქონდა ჩამოდანილი რამოდენიმე ცალი ორი ლინზით და ლაზერით რო არის. ისიც ძალიან მაგარი ფანარია. ამოგვიყვეკიდა და მალე შევისება მარაგები და იმას მე გაჩვენებთ კიდე. სატესტოდ ხარ დავაყენოთ ლაზერი ეკბოქსი. როგორ დადგება მაჩვენოთ ხალხს. ივა. შეგიძლია. უნდა მე რაც შენ გადაწყვეტ. ხელს არ გიშ. ეს არის ესე იგი ლაზერ ბოქსი. გვაქვს შეუძლებელი ფარანის ამხარეს, მეორე მხარეს არის მწვანე ლაზერი, რომელიც სწორდება მიზანზე და რა თქმა უნდა უკუცემასაც უძლებს არირევა და ასევე გვაქვს ინფრაწითელი ილუმინატორი, ანუ ღამის ხედვის მოწყობილობაში ჩანს როგორც ფანარი, აი პატარა ოთახის ან რაღაც განსანათლებლად სრულიად საკმარისია, მაგრამ ხილული თვალით არ ჩანს საერთოდ რა. ოთახის იქით ვერა ხო? შორ მანძილზე არ. ოთახი და გზაში სიარულის დრო შეგიძლია ხებში გაინათ. ხო, აი იყოს ხალხის ეხლა ამ ეკბოქსს მოყვება ესეთი კაბელიანი ჩამთვლით, მაგრამ მაგის გარეშეც შეუძლებლად აქ რილაკი, რომელსაც შეგვიძლია ვიხმაროთ. ფანარი, ერთი რეჟიმი გვაქვს სტრობლაითი, მეორე არის შეუძლებლად ფანარი, მერე არის მწვანე ლაზერი. მწვანე ლაზერი და ფანარი ერთდროულად და ბოლოს რო გითხარი ინფრაწითელი შეიძლება ხა კამერაში გამოჩნდეს. ინფრაწითელი ილუმინატორია რა. ძალიან ანუ ეს გართობის ამბავია, ხა ვიზუალშიც შემიძლია ძალიან ამაზია, მაგრამ აი თუ არ გჭირდება, ყველა იარაღი არ უნდა დაამძიმო. რამდენი გრამი იქნება დაახლოებით? აი დაახლოებით 300 გრამია. 300 გრამი საერთო ჯამში მე რამდენ აქსესუარს ვაყენებ. აი ბოლოს რო ავაწყობთ, მე ცალკე ის აქსესუარები დავხსნათ კიდე გადო რამდენი გამოვა ზუმაში, იმიტომ რომ საკმაოდ რაღაცა. აი, დროებით დავტოვოთ ეს. ეხლა ამ ორივე ნივთზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით არის ხვედი და საღვედი. პირველად აუცილებლად. რაცა იარაღი გვაქვს სატარებ. აუცილებლად. ჩემი არჩევანი არის პირადად. აი ეს მარტულის სტილის საღვედე. ის კანჭს ავიღებ. მეგონი ეს არის. რომელიც დგება პირდაპირ პიკატინის რელსზე და არის ძალიან პრაქტიკული. მეც შემიყენია რა ადამიანს. არის ძალიან პრაქტიკული. მე ვაყენებ რაც შეიძლება ახლოს აპერესივერთან, ისევ იმიტომ რომ მოძრაობაში მე ხელი არ შემიშელოს რა. აი ესეთი გამოსადებია ჩვეულებრივი. როდესაც აქვს კარაბინები ესეთი ყვეთები გვაქვს, სწრაფად რეგულირებადი ზომაში. ეს კარაბინებიც ეხსნება და შეგვიძლია რომ პირდაპირ Q-დის ამაგრები, ვინც Q-დის მოყვარულია დავამაგროთ და ასევე არის Q-დის ჩასასმელები, რომელიც ყენდება M-Lock-ზე და Keyboard-ზეც დავაყენებთ რამე. ესეთი გაჭიროებაში ის შეგვიძლია მარჯვე ხელებით ქართველებს ესეთი ვარიანტია რა ვისაც ესევასება და აყენებს ამას მე მაგალითად მევასება ის იმას იქია სწრაფი მაგრამ მე ხო ეს უფრო სწრაფი ეს უფრო სწრაფი იმას იქია სწრაფი ეს უფრო სწრაფი მოიცა ეხლა რა ვქნა ჩვენ გეტყვი ეს მოხსნათ დროებით ეს უნდა ყოველად უსარგებლო და მახინჯინით გავაგზავნოთ. დავაყენეთ ჩვენ მომავალს.
გაისრულოს რაღაცას. ის სტოპი დავა. აჰა. რომელსაც აქ ჩუდი მაუნდე შიგოე ჩაშენება. აჰა, ასეთი მოვაშორებ. კორპულის ოპერატორი თავზე ვარ უკვე. ეს რაღაცა მიხარებია. იგინე. აჰა. ნაის. ლამაზობით და კარგად. ეს არის მილსპეკ სტანდარტი, ანუ ბუფეტუბიც რა თქმა უნდა არის. ჯანჯყარება თუ მოძრაობს და მოძრაობს, მაგრამ ის ეგ უნდა გქონდეს ახლა. შემაწუხებელი, ანუ გაჭედილი არ უნდა იყოს. ხო, ანუ ვეგლუქდი იმასა, ყველასა, რა. მისაღები ისა აქ. მილსპეკ სტანდარტი არის ტუბი და კონდახიც არის მილსპეკი. კომერციულების მაქვს B5 სისტემის რაც უნდა იყოს და ხო, მოკლედ ეს სიტი არის. აი, მარტო კონდა შეიცვალა ჯერ ეს წინობა. აი, უკვე იარაღს დაემსგავს რა, ის სიმახინჯე რომ უცილი და უკვე არა, ფეგ 15-ის უხდება. არა, უხდება კი, მაგრამ ვიზუალში ანგარი. მაგარია, ის სიმახინჯე რომ უცილი და უკვე გასიმპათიურდა იარაღი მაინც. ეხლა აი ამ ხოიც მოხსნი ამ ყადამს. და გავუკეთებ. ეს არის ფოლადის ალუმინი არის. ფოლადის QD თავია, რომელიც უძლებს 120 კგ-ს. რამდენი კილო ხან? 10 უკვე 95 კილოგრამი. თქვენ თვითონ იარაღი არის, რომ მე დავიკელი და გავსიმპათიურდი, მაგრამ ეს ეგწონავა. მაგრამ ხო და ამაზე შეგიძლია ესე ჩამოეკიდო თამამად. შენ ეგ წონა ხარ და მე 110 კილოდან მოვკინალა. 110-დან არა, მაგრამ 105-დან. ეჭვი არ შეგეყარება იმაში, რომ გასწრება და ეხლა ეს შეგვიძლია აქედან გავუკეთოთ. ასე. ეგ მაქედან უნდა იყოს ჩემი აზრით. აქედან უნდა იყოს, რომ ხელი არ შეგიშალოს. ხელი არ შეგიშალოს და ხარზე ერთი და მეორე. ნახე, აქედან რო გააკეთე, ტარების რო სიარაღი ცოტა წინ გამოდის. და მასე მოჭიმულია და შიგნით არის იარაღი ყოველთვის. ასე. ეს არის ჩვენი. მე იდეაში აქ მომწონს ხვედის დამაგრების ადგილი. მაგრამ ჩვენი კასტომათი რადგან ის აქ დაშტამპულია ვერ ვარ. თორე ენდპლეიტებიც მაქვს რამოდენიმე ვარიანტი. აი ხალხი. ესეთი QD სამაგრითაც არის და გამოსადებითაც არის რა. აი მე თუ მკითხავ ეხლა AR-ს ამაზე მეტი დაჟე შეგვიძლია როგორც ვთქვით 15-ის მოხსნათ. საღვედეები ღვედი, კარგი ღვედი, რომელიც არ დაგღლის და ფარანი. მაგვედი საათი 50 კილომეტრამდე 100-ზე მიტარებია უკვე იარაღი. შენც რომ ესახებოეთ და საკმაოდ კომფორტულია. რა ვიცი, აი ამაზე მეტი იარაღს მკითხავ არაფერი არ ჭირდება. მე ორი ცალი მიყენია საღვედი. რატო? ერთი წინ და ერთი უკვე წინ მიყენია ტარების დროს. შორმანძილზე რო გადავიდე, უფრო კომფორტულია გაცილებით წინ. და სანუ შენობაში და ქალაქში უკვე თუ შემოვიდა რაღაცა ხდება, ჩამოუწევ ახლოში. მე არასდროს ზედმეტი 10 გრამი წინ არ დამიყენები, არ ვიცი. ანუ ეს მიყენია ორი ცალი, აქაც და აქაც წინ. წინ ტარების დროს გაცილებით კომფორტულია. მე და არ მიწევს ხოლმე შორმანძილზე სიარული. უფრო მანქანიდან თუ გადავალ და ერთი 50 მეტრს გავიდი, თუ ხარ 95. ანდა. ეს რა ქვია. მოკლედ აქ ერთ ადგილზე მაქვს დაგებული. ეგ გემოვნების და აი ეს არის ჩემი გემოვნები დაწყობილი. იარაღი არის ესე გამოიყო. ეხლა მოჩვდი. რა ჯდება ეს ყველაფერი. ძალიან იაფი. ისეთი იაფი ჯდება რომ სხვაგან ერთი აქსესუარი არ მოდივა, არ მოდივა. რა დავაყენეთ? კონდახი დავაყენეთ. კონდახი, ღვედი, საღვედე და ფალა. რომელიც ღირს 150 ლარი. ეს ღვედი ღირს 50 ლარი. საღვედეები, ეს ფოლადის QD საღვედეც და ეს წინ დამაგრებული საღვედეც ორივე ღირს 20 ლარი. ეგ უკვე 240 ლარზე ვარ. 240 ლარზე და დავამატოთ ეს რა ქვია 120 ლარი ფანრის. კი ბატონო, ეგ არის 360 ლარი და 35 ლარი სახელური 395 ლარი და სულ. აჰა, იარაღის კონდახის სახელურებიც ხო არის.
არის რაკის? არის 80 ლარი. არის პლუს 80, 390 პლუს 80. და სამიზნეში შენობად გადახდილი არ ვიცი და ჩემი კოლიმატორები იქნება დაახლოებით 350-450 ლარის ფარგლებში. მე 650 ლარი მაქვს გადახდილი შინაურობით და ახლობლობით. ეს არის პრიზმული. კი ბატონო. მიკროპრიზმა 1x. ანუ სულ ეხლა ამ ეტაპზე დაგვიჯდა სამიზნეს გარდა 395 ლარი. ანუ სტოკი გარეგნული აქსესუარი. სტოკი არის შემოვლილი. შეიცვალა კონდახი, ღვედი, საღვედეები, ფანარი და ვერტიკალური სახელობა. საკმაოდ გავლამაზით. და მე თუ მკითხავ ხა იარაღს, ამაზე მეტი ჩვენ არ ვიღებთ რამე ისეთი სპეციალურ ოპერაციებში მონაწილეობას, რომ დავაყენოთ თერმული ხედვა, ღამის ხედვა, ინფრაწითელი ლაზერი და ასე შემდეგ. ვინც იღებს სპეციალურ ოპერაციებში მონაწილეობას, იმათ კიდე სახელმწიფო ზრუნავს. ესე დილით გაიგუძებს და აი ასეთი იარაღი მინდა, რომ ეს საქმე გავაკეთო და აი ხასიათზე ვიყო და ჩვენთან მასე არის, მასაგორგეთ მასე. იმიტომ არის ჩვენთანაც ეკრება ბიჭებს ეგ უფრონება. რა ვიცი, აი ეს არის რა. ამი ახლა ეს არის ხო გითხრა ჩემი ემონებით აწყობთ რა ამის გადაშებულია 1000-ნაირი ვარიაცია აგემონებისა და მე თუნდაც მედაში არ გვეთანხმება 1000-ნაირი ვარიაცია შეგვიძლია ავაწყოთ და იმ 1000-ნაირი ვარიაციაში ხა ჩემგან ფასი დაახლოებით იგივე იქნება დაახლოებით იგივე მაქსიმუმი რო გაიჭიჭვა 500 ლარზე 500 ლარზე შეიძლება არ ხდება რა ნუ სამიზნის გარდა ლაზერი რა არის ლაზერი 150 ასოციის 150 და 30 ლარი მოიმატება ფასი თუ შეცვლის მაგას ხო შეუძლია მაგალითად თუ ეს არ ჭირდება რომ 100 მეტრზე 200 მეტრზე არის ფანერი ამასაც სრულიად საკმარისი ნათება აქვს და ახლა 50 მეტრამდე ამას თუ აყენებს იმას ეს აღარ დააყენოს და ეს და ხო და მაგრამ ყველა ძვირიანი ხალხი ახლა ყველაზე ძვირიანი ის რო გითხარი ორი ლინზით 230 ლარი ღირდა მაგრამ იმას ჩაშენებული ქონდა მწვანე ლაზერი რომელიც სწორდებოდა ისანზე ისიც ეგეც დიდად ფასა 500 ლარში მაინც ვერ ახვედი ის ფანარი როგორც შენ ყველაზე ძვირიანი 230 ლარიანი იყო რა მაგრამ რა ვიცი ესენია რა საკმაოდ იაფად მოკლედ საქართველოში ბიუჯეტურად სხვაგანმე თავს ვერ დავთვალ აგეთ დათოსთან 500 ლარი ვთქვათ იქნე რაღაცა მოგეწონება კიდე რო შემოხვალ მოდი ცოდვა გამხელი ჯობია ჯერ ვერ მოვედი ამ მაღაზიაში რაღაცა არ ამეწეპოს ხელზე არ გამყვეს სახლისკენ გზაზე და რაღაცები წაგი იმას ქნება და 600 ლარი სავსებით საკმარისი რომ იარაღი შენ გემოვნებაზე გარეგნული აქსესუარები მოიგო ქართული კომპანიის ზეთები მოვლის საშუალებები რა დაგვემატა იცი შენეგა არა ამინდი ბრიტანი ესე ხო? ბატონო. სხვადასხვა. რაც არის მაგასაც მეკითხა. აბა ეგ ნახდა არ მახსოვდა. კი ვნახე იმას ვიდეო გავაზიარე კიდეც პატიოსნად, მაგრამ არ მახსოვდა. აბა მოკლედ ეს არის ქართული კომპანია Clean Shield, რომელიც ეხლა ხარ სტარსდა. ხოდა ბიჭებმა ესეთი იდეა შეიმუშავეს, რომ ეს ახლა ზეთ საქართველოში ვერ აწარმოებენ, მაგრამ ზეთები და შესაბამისი ქიმიური რაც არის საჭირო მოკლედ ნივთიერებები ჩამოაქვთ და აკეთებენ შესაძლებლობას იმის მიხედვით, რაც ჩვენ იარაღის მოყოლოდ გვჭირდება, რომ ჩვენი იარაღი შევინახოთ და მოუვაროთ ისე, როგორც მას second ჩაგეძი, ანუ საპროდუქტი ჩამოაქვთ, მაგრამ გულისხმობ აი მაგალითად ნახევარ პროდუქტები ჩამოაქვთ, პროდუქტი რაც არის ზეთი, ნახევარ ფაბრიკატი მოაქვთ და თვითონ უკვე აზავებენ ჩვენი საჭიროების მიხედვით. ბატონო, ეხლა მაგალითად ჩვენ ძირითად შემთხვევაში ეს ნაკლებად გვჭირდება ეს ორი პროდუქტი. ის რა არის? იმასაც გეტყვით, ეს არის უნიკლინი, ანუ უნივერსალური საწმენდი, რომელიც გამოიყენება ძირითადად ლულის საწმენდად. აშორებს ნამს და აშორებს მცირე ტყვის და სპილენძის ნარჩენებს ლულაზე ნაკლისი რაც არის. შლის იმას რა ქვია, სპილენძს და ამით წმენდისას აუცილებლად უნდა გაიწმინდოს იმის ჩვეულებრივი პლასმასის ჯაგრისით რა. ანუ სპილენძის ჯაგრისით არ უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ იმ ჯაგრისაც შეჭამს. მე ეს არის უკვე ჩვეულებრივი ზეთი არის, შილდულები ქვია
რომელიც გამოიყენება ამით რო გავწმინდა ფლოს იმის გასანეიტრალებლად რომ წმენდის მერე არ გააგრძელდეს დაშლის პროცესი ლულა რო არ დაგვიზიანოს და ასევე მოძრავი დეტალების დასაზრდით აქვს რა და ეს არის უკვე აი დიდი ხნის მოულელი იარაღი რო არის წლები რო აკდია და 1000-ზე მეტი ტყვია რო აქვს ნასროლი და ხელი რო არავის დაუგდია მიმკვდარი სპილენძი და ტყვია რო შიგნით ეს არის იმის დამშლელია მეფეო შენთან არიან იცნობდი ახლა შენ თავს ძლიერი დამშლელია ის რა ქვია ეგ ჩემი ერთი ძმაკაცია იარაღი ხა წინაზე მათხოვოთ კიდე რომ გადავტერეს გადასტეს აი ხარიშზე რო გაასწრი ერთი 3 წლის გაუწევდა ის მიმკვდარი სპილენძი და რაღაცა ტყვია რო აქვს შიგნით რომელსაც ეს ვერ მოერევა ეს უკვე ნოკაუტია არის ყველაფერზე მუშაობს ისტორიის მიერაზე უბრალოდ ხა ესენი ზეითადად გათვლილი არის ხრახნულიანულებზე ამას დაემატება ცოტა ხანში რამოდენიმე სახეობა რომელიც გლულულიანი იარაღებზე იქნება გათვლილი ამ ეს ორი დამშლელები 25 ლარი არის 85 მილიგრამი არა დაახლოებით 10 მილიგრამამდე არის შიგნით ის თვითონ ბოთლზე 85 და ეს ღირს 15 ლარი ზეთი და ვაქტიურად 25 და 15 40 ლარი ჭირდება აი ეს ორი პროდუქტი და ეს არა ეს და ეს უნიკლინი და ეს და კაი ხანსაც ვიყურებთ ნუ რავია ეს საკმაოდ გევალია ხო რავი ალბათ 10 ჯერ მაინც გაწმენდია რაღაც და ეს შედურის ის აქ ამ შედურს გაცევსა სიამოვნებაა და სულ არა ეგეც ურევი ხო მაგრამ აი სუნი ხანალი არა აკუთრებული ეს შედურის ზეთი ევროპული ევროპიდან ჩამოვდე ზეთები ჩაუყნოსო შვენი რაღაცა იბატონო იმათ გასაცმელი ხო საწმენდებიც ვქაც როგორიც კიდე შომპოლები ჯაგრისები რა მოკლედ ყველაფერი და ბიპოდი ვისაც შორს როლა უყარს და დაწოლზე უყარს როლა ბიპოდი და რავი ასე შემდეგ ყველაფერი შეგვიძლია საკეტები სასხლეთის საკეტები წარმოდგინე სასხლეთის საკეტები არა და სინამდვილეში იდეაში მე ამარხის წამყვანი ვიყავი თავის დროზე ეს საქართველოს კანონმდებლობით როგორც ვიცით თუ იარაღი არ იმყოფება ნახევრად დაშლილ მდგომარეობაში მაშინ ჩვენ ვალდებული ვართ გამოვიყენოთ ან სასხლეთის საკეტი ან ესე ხო იცი ტროსივით რომ უნდა გაიყაროს ტროსი ის საკეტი მე მუდმივად წინა წვება და რაცნაირად იარაღი ცოტა ის არ მომწონს ის რაღაცა გამოფლაშ უკლიტია და დიდი რაღაცა ალაყაფის კარია თუ აი ეს მდგომარეობაში დო გადაიგიდეთ იარაღს თქვა ესე ჩანთაში რო ჩადაგიდეთ უკვე არავინ აღარ გაგიბრაზდება რომ რათან რა თქმა კიდე იარაღი განესტი მომაკაცური იარაღი აქ შეგიძლიათ ამამად განაცხად შეიძლება იარაღს ეს ხოიცი რომ გამოწმენ უნდა ჩაკეტო არა სწორად ხო და ეს გაწყობა მე მაგალითად ძალიან მომწონს. ნუ ეგ ფაქტია, იმიტომ რომ მე თვითონ ესემა გაწყობა ორი იარაღი მაქვს ეს სასწავლი და აისოფტის და ორივე დაახლოებით ესემა გაწყობილია. მუშა და ყველაფერი. პრაქტიკული არც ძალიან არამძიმე. არა, ძალიან კაია წყობა და მართლა არამძიმე. ესენი просто იმენა გემონების ამბავია რა. სახელოს როგორც დააყენება. ზოგს როგორ გითხარი ეს როლა ევასე რა ეს. კაცი ხედა და მე და ამ შემთხვევაში მე უკვე ესეც სტოპერებს აყენებენ ხოლმე. მე ამის მოყარული ვარ რა. მოხდება რა, ვიცით, რაღაცა წვეტავს გავიდეთ პრაქტიკულობა და ეს არის, მაგრამ იარაღსაც ხო უნდა უხდებოდეს არა. რაც ვიდი უნდა და კონტაქტი რა შეიძლება დავატარავებო. ახლა შემოწევა. ეს უკვე ძალიან ახლო მოტოტათებისთვის და მახინჯი ხელისთვის შეიძლება ძალიან ახლო. შემიძლია ეს ლავიცი, მას სხვა რა ვთქვათ. სხვა რა უნდა ვთქვათ, რა. შეგიძლიათ მოხდეთ, არხი გამოიწერეთ, ხალხ წვალოთ ჩვენ ხალხ საზოგადოება. და ბევრ საინტერესო რაღაცა შემოწმოვეს. თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა.
საშუალება არის, ამდენი აღჭურვილობა არის, სავსეა ფელი. ყველაფერს გადაღება შეგვიძლია. უბრალოდ ჩვენ არ გვეჭვება და უცურს. თქვენაც გაინტერესებთ, მოიწერეთ და კომენტარონ რაზე სურთ ვიდეოს გადაღება და ჩვენ გადავიღებთ. და იგი გადავიღებთ, მაგრამ ამ პრაქტიკულ გამოცდასაც გადავიღებთ, თუ ვინმეს ეჭვები ეკარება. ეჭვი ხო იცი ხა ის ეკარება. ჩვენ გამომწერებს ეჭვი არ ეკარება. რა ვიცი. ყველაფერს დაერქვას დავისახე. ეგა რა ყველაფერი გვაქვს. აუ ეს კიდე ერთხელ ვიძახე ეს იარაღის კამერა მინდა. ოღონდ იარაღით და ნორმალური კანონი. ბლოკის ჩასაგები. იარაღი რო გექნება იარაღი ხოლმე მექნება, ძმო, კანონი იჩალიჩე თქვენ და იარაღს მე ვიჩალიჩე. გადატანი, მაშინ გადატანის უფლება რო გექნება. ხო, აი როგორც ამ საზეიმო ვითარებაში გადმოგეცემა. მოკლედ კანონი შენი, იარაღი ჩემი. მეტი რა გავაკეთო. კაი, ხა დავემშვიდობოთ. არ იცინი კაია, მაგრამ საქმეს მე თავი რო მოვაბეზდოთ ჩვენ გამომწერებს. შემდგომში უფრო საინტერესო რაღაცებს შევთავაზოთ. მომავალ შეხვედრაზე.